რეკლამა დასრულდა მეგობრებო, ეხლა გადავდივართ ისევ დისკუსიაზე. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ის ზომებზე მაინც მინდოდა, რომ აი ეს ზომა, ელჩის დაბარება ზომა არის. ნონგრატად გამოცხადებას უკვე მიათედი რო გაეკეთებინა საქართველოს ელჩს სამი ქვეყანაში, მას გაუშვებდნენ იქიდან რა. ელჩი მხოლოდ იმ ქვეყნის ხელისუფლების ნებართვით არის ელჩი. არ დაგვავიწყდეს ეგ არის დიპლომატიური ურთიერთობის ანაბანა. კი ბატონო. ანუ ესეთი პრაქტიკაში არის ესეთი მაგრამ ისრაელს აქვს ესეთი მაგალითი, ვისაც კი ჩათვლიან სახელმწიფოების წინააღმდეგ. ხო. განცხადებას გააკეთებს და ხელს უშლის, ეგრევე ნონგრატად აცხადებენ, პერსონა ნონგრატად და იმას ქვეყნიდან აძევებენ, ან ქვეყანაში არ უშვებენ. მაგრამ ხა ისრაელს ამერიკა იცავს და აქვს მაგის რესურსი. ჩვენ არ გვაქვს რესურსი. გარშემო ახლა ეს შემოსეულები არიან ჭირყოებივით და ცდილობენ ამითიც ამ ელჩების ქმედება არის კიდევ ერთი, აი წაუგებელ თამაშს რო თამაშობენ, ერთი რომ საზოგადოებაზე ზემოქმედებენ იმითი, რასაც აკეთებენ, რასაც წეღარ ვამბობდით და მეორე, თუ პროვოკაციაზე წამოეგო ხელისუფლება და მაგალითად რაღაცა ისეთი ქმედება განახორციელა, როგორც ახლა მკვეთრად ჩვენ რო ვამბობდით, წარმოიდგინეთ რომ რას იზავენ ევროკავშირის ამდენი ქვეყანა და დაგვესევიან და უფრო შეიძლება უარეს დღეში შეიძლება აღმოჩნდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგრამ ზღვარი ნელ-ნელა ახლოვდება. ზღვარი და არსებობს რაღაცა პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა. მოთმინების ძაფიც არის. რა თქმა უნდა, ძაფი, ანუ ღირსებასთან დაკავშირებით. საზოგადოების ერის ღირსებას და მაგრამ რა არის იცით, რომ აქ არის ბედი წყდება ამ შემთხვევაში ქვეყნის, ანუ ხელისუფალმა უნდა იფიქროს, რომ მისი და ფიქრობს კიდეც. რა თქმა უნდა, მისი დამოკიდებულება და მისი ქმედება შეიძლება აისახოს ქვეყნის ზოგადად ბედს. უბრალოდ შეიძლება მოვიდეს ის დრო, როდესაც აი ეს იდიოტები იზავენ უკვე განახორციელებენ ისეთ ქმედებას, რომელზეც არ პასუხიც უკვე სახელმწიფოების პრობლემაა. ეხლაც უნდა უპასუხოს. ეხლა ამაზე მეც გულისხმობ. ამაზე მეტი შეიძლება გააკეთოს. ზოგადად რა შეიძლება გაკეთდეს? ერთი ის რომ შეზღუდვასთან დაკავშირებით შეიძლება რომ რეალურად ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ საელჩოები დაკომპლექტებულია ზოგში 100 ადამიანი მუშაობს, ზოგში 200 და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ყველა გაშლილები არიან და ყველას თავისი მიმართულება აქვს ჩაბარებული და შესაბამისად მუშაობენ ამ NGO-ებთან და სხვადასხვა მიმართულებებით, ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაღაც თავრობის წინააღმდეგ კონკრეტულად, რაღაცა კონკრეტული სამიზნეს საზოგადოების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. მათი შეზღუდვებით შეიძლება ეს იქნება ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ რეაგირებთ და აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა გააკეთოს რეაგირება, რომ აი მაგალითად გერმანიის ელჩის დამოკიდებულება არის არასწორი. ეხლა რაშია საქმე? მე წავიკითხე გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ჩვენ აქეთ პრეტენზიას გამოგვიცხადებენ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ გაბედეს მაგალითად ქართული ოცნების თქვა რომელიღაცა წევრმა და წევრებმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით აუგის თქმა. ის ატარებს გერმანიის პოლიტიკას და თქვენ მაგას როგორ ბედავთ. შესაბამისად მე ვამბობ რას, რომ როდესაც თუნდაც ეხლა სასამართლო პროცესის დასწრებაზე რო ლაპარაკობდით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა დაფიქსირდეს ოფიციალურად, რომ როდესაც გერმანიის თუ ნებისმიერი ევროკავშირის დაიბარო ისო დაიბარო ასეთ პრეტენზიას უტიფარ განცხადებას კი ეგ არის დაბარება შენიშვნის ხო არა ნუ მანამდეც არსებობს რაღაცა ხო მაგრამ დაბარებას რა უდგას ეს ხო არ არის დაბარებას კი ბატონო მაგრამ მანამდეც ხომ მიხვიდი ანუ უკვე რეაგირებაზე უნდა გადახვიდე მარტო მოწოდებებით არ უნდა შემოთავაზო მართალი ხარ ეხლა ხო მithumetes იმ პირობებში რომ კიდე ერთხელ მე ჩემას ვიტყვი მართლაც მეზარბაზნები აღარ აყავთ ზარბაზნები აქვთ ანუ ფული აქვთ ეხლა გამოყოფილი ბევრი ფული მათ თავიანთი მასშტაბებიდან გამომდინარე არ სჭირდებათ ალბათ მათთვის ბევრი ფული არ არის აქ არეულობის მოწყობის დასაფინანსებად მაგრამ მეზარბაზნები არ ჰყავთ ანუ გაცვდა აბსოლუტურად რასაც აშენებდნენ 30 წლის მანძილზე გაცვდა დისკრედიტირდა და ამიტომ გამოვიდნენ და ამიტომ ჩადგნენ პირველ რიგში გერმანიის ხელში ეჩხუბებოდა იმედის ჟურნალისტებს რომ დაამტკიცეთო რომ მე ინსტრუქციების მისაცემად შევხვდი ორ აბსოლუტურად გაუგებარ ვიღაცას და ალბათ იქ არ იყო დრო ჟურნალისტს უნდა ეპასუხა რომ თავისთავად ამხელა რანგის ჩინოვნიკის შეხვედრა ვიღაცებთან
ნიშნავს უკვე მხარდაჭერას ხალხო. არა, სად მაგასაც ხომ ნიშნავდა? ხო. ბათუმში რომელიღაც კაფეში თუმად სად? შეხვედრები მიმდინარეობს და რა არის? ანუ ეს უკვე ნიშნავს, ეს უკვე გზავნილია, შეიძლება იქ ხელოვნებაზე ილაპარაკეს, მაგრამ როცა ეს ორი უაქტიურესი აქტივისტია ბოდიში ტექნოლოგიისთვის და შენ ამ ხელა ქვეყნის ელჩი წარმომადგენელი ხდები, შენ მან ბალეძე რო ელაპარაკო, უნდა მიხვდე, უნდა რა თქმა უნდა იცის, რომ ეს ხარდაჭერის აქტია და არა სხვა რამ. აქედან გამომდინარე ეს მაიმუნობა რომ დამიმტკიცეთ იქ რაზე ვილაპარაკეთ. თუ საჭირო დაუთმიცება დარწმუნებული ვარ მაგასაც. რაზე ილაპარაკეს, ეგეც ეცოდინებათ ალბათ. ნუ ყოველ შემთხვევაში არ არის პრობლემა რომ მიხვდე. ჩვენ უყურებთ ტრამპის ტრიუმფალურ სვლას 1.5 ტრილიონი დოლარი ინვესტიცია წამოიღო. გაანთავისუფლა ფეშქეშად ეს სირიის რეჟიმი სანქციებისგან. საუბარია ირანთან გარიგებაზე, იმიტომ რომ ირანმა თქვა, რომ სანქციები მომიხსენით და მე ჩემს ბირთვული იარაღის შესაქმნელ ინფრასტრუქტურას დავშლიო პრაქტიკულად. და ჩვენ ხედავთ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გაძლიერდეს ამერიკის როლი, ისე დაუბრუნდეს თავისას იქით აღმოსავლეთში. მაგრამ ნუ რუსეთ-უკრაინის ამბავი ვერ მეჩვენება მაინც ახალბიელოდ, იმიტომ რომ ტრამპმა პირდაპირ თქვა, სანამ მე და პუტინი არ შეხვდებით, იქ არაფერი არ გამოვაო და ამით თქვა სიმართლე. ჩვენი როლი რა არის? აი ჩვენ უყურეთ, კიდევ ერთხელ დღეს უყურეთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენი ხალხის ძალიან მკვეთრ მანიფესტაციას, რაც ჩვენ გვაძლევს უნიკალურ შანსს, რომ უფრო ხმამაღლა თქვა ჩვენი პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა და ევროპა სწორედ ქრისტიანობის საკვანი იყო და ამიტომ გვინდა იქ და სამწუხაროდ დღევანდელ ევროპაზე ამას აკლებ სავარაუდოდ ვიტყვით. რა თქმა უნდა, ეს არის დივერსიფიცირება გზების, ეკონომიკური გზების, ეკონომიკის ზოგადად დივერსიფიცირება და რა თქმა უნდა, ეს არის მშვიდობა და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ მივდივართ იმ მნიშვნელოვან ზღვრამდე, რასაც ქვია ოპოზიციის გარეშე არსებობა. ოპოზიციის გარეშე არსებობა. მე მგონი ეს ყველაფერი მალე მოკვდება, ელჩებიც მოკვდებიან მალე პოლიტიკურად და ჩვენ გვექნება ესეთი არჩევნების გზით. არჩევნებზე რაღაც ერთი-ორი სიტყვა რო თქვათ, მოკლედ. რა გველის? იქნება ეს არჩევნები თუ არ იქნება ეს არჩევნები? ჩემი აზრით ოპოზიცია იმდენად გაფარჩაკებული, რომ ეს არჩევნები არ იქნება. ეს იქნება კიდევ ერთხელ, ანუ უბრალოდ არჩევნები არ იქნება, გულისხმობ იმას, რომ არანაირ შედეგზე გენი არ მიაღწევენ. შავა რა იცი ლოგიკურად და ჭკვიან ხალხს რო იყოს ლაპარაკი რა თქმა უნდა ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას შეეშვებიან ამ სიდებილეებს რასაც ყოველდღე გაკეთებენ და ექნებათ შანსი რომ რაღაც სერიოზული შედეგი დაუდოთ მაგრამ რადგანაც ისინი განთავისუფლებულები არიან ჭკუისგან გამოცდილებებისგან გააზიარებისგან გააზრებისგან და ყველაფერი ეს როგორც მე ვხვდები აშკარად ხელს უშლის დიდი ალბათობით ამას არაფერს არ იზამენ რა ანუ შავა რა იცი მოდი ხა ვილაპარაკოთ სერიოზულად რა ქართულ ოცნებას ჭირდება ოპოზიცია დიდი ბოდიში ხა გამახსენდა არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ნიძლავი დავდეთ ეპიკური ნიძლავი სადაც რაზე იყო რომ შევიდოდა თუ არა გახარია ხო ნიძლავის კორექტირება მინდა პირდაპირ ეთერში მეგობრებო გახარია რომ არ შევიდეს და შემდეგი 12 რო შევიდეს ვინ იქნება მოგებული ხვდები რას მაგ გახარია ერთ კაცს იყო მანო ერთ კაცს რომ შესულიყო გახარიაზე საუბრობდი თუ პარტიაზე უბრალოდ კორექტირება საჭირო თუ შეიძლება ესეთი რო გააკეთო გახარია ამ შემთხვევაში კონკრეტული გვარი სახელი რა კი ბატონო ხო ეს დავაზუსტე გახარიები ჩვენ ძალიან მალე გავხდებით თან მაგ პარტიაში ხო ყველა ერთნაირია ანუ ყველა გახარიას მინივერსია ასე კი პაროდია ასე რომ ანუ შეცდომაც არ იქნება რა რო ისე რომ და ლელოს ჩახსნილი აქცია ხო ლელო თქმა უნდა. კი ბატონო. ხო, ანუ ლელო საერთოდ არა, შავა, ხო, მე გავაგდებ ჩემას სერიოზულად ვთქვა, ქართულ ოცნებას ჭირდება ოპოზიცია. ჭირდება ოპოზიცია. ქვეყანას ჭირდება ქართულ ოპოზიციას. შავა, ამ შემთხვევაში იგივეა. კი, რა თქმა უნდა. ანუ მე ვფიქრობ, რომ აი თელი რიგი თემებია, რომელზეც საჭიროა კვალიფიციური შეკამათება. იმიტომ რომ მართლა რო რაღაცა უნიკალური პოლიტიკური პარტია იყოს ქართულ ოცნებას როგორც არ არის ჩვეულებრივი პარტია, მასაც კი დაჭირდებოდა განსხვავებული აზრი. თელი რიგი თემებია, რომელზეც უნდა იყოს კამათი. მე ესეთი კალამური მოვიფიქრე. მათ დააზიანეს უკვე ქართული ოცნება იმით, რომ აღარ აყავთ
აღარ ახავს ოპოზიცია. ამით დააზიანეს კი ბატონო. შეხედე ხარ რა ეხლა. ოპოზიციამ დააზიანა ქართული ეთნიკა, იმიტომ რომ გაქრა. ოპოზიციის, აი ხა გადახედე რა ხა, ოპოზიციის მთავარი დამტყმელი ძალა რო არის ნანუკა ჟორჟოლიანი. ეს ძალიან ძიმეშია. ნანუკა ჟორჟოლიანი მისი Facebook-იდან Facebook-ზე პოსტავი შეშლილი ქალების არმია ეს ნიშნავს რაღაც არასწორად აკეთებ რა. იმიტომ რომ აი ხო ხვდები რა, აი ანუ მე არ ვიცი ხა, რავი, შეიძლება არსებობს რაღაცა სოციოლოგია, შეიძლება არსებობს რაღაცა პოლიტიკური თეორია, რომელიც მე არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ ვდებ თავს. ყველაფერს ვცოდნეზე, მაგრამ ჩემთვის არსებული ცნობებით, რაც წამიკითხავს, რაც გამიგია, ასე არჩევნებს ვერსად ვერ იგებ. იმიტომ რომ აი არ შეიძლება რომ აი წარმოვიდგინე რომ ფაქტიურად ოპოზიცია მთელი დამტყმელი ძალა ინტელექტუალური გადააბარა ნანუკა ჟორჟოლიანი. და ოლეოლა შეშლილი. და ვიღაც 30-დან 200-მდე შეშლილ ადამიანს, რომელიც ყოველი ღამე გადაკეტავენ ქუჩას და ამას ზეიმობენ, კიდევ ერთი გამარჯვება ქუჩა გადავკეტეთ და შენ წარმომიდგენია შენ სახლის წინ როგორ უძლებთ მაგას. არა, მაგას ხათ შორის სისულელე კითხვა პატრიარქს მაშინ. იაგომ ძალიან კარგად თქვა. არა, იაგო საკ გამონათებებია. იაგო საკ ძალიან კარგი, აი ძალიან კარგად შეუძლია ქართული ოპოზიციის კრიტიკა. თუმცა თავის პოზიციებს ვერ იცავს. ხო, თავის პოზიციებს ვერ იცავს, იმიტომ რომ იქაც სერიოზული პრობლემებია, მაგრამ მე მე ძალიან უფასებ იაგოს, რავი, ძალიან მაგარი იყო ის რომ მიდის და ქართულ ჟურნალისტებს რომ ეუბნება იმას თავზე ახურავს. რაც არის. ეს იყო სხვა შორის იაგომ დაიწყო ამბავი მედიის ზოგადი კრიტიკა და მე მივწერე მაშინ რა რომ ჩვენ უგვეხები კაცო ჩვენი როლი კვეთრად გვაქვს გამოკვეთილი ჩვენ მხარს უჭერთ ქართულ ოცნებას დაგვანებეთ თავი კაცო აი ვინც მედიაზე ვიჭერთ ჭეშმარიტებას უჭერს მხარს და სინამდვილეში ხაზარაძის პროსტიტუტკები არიან და პროსტიტუტები აი იმათ მიხედეთ ხო რა ანუ ნახე სინამდვილეში ევროკავშირის ცუდი როლი საქართველოში იცი რა შეა რომ საქართველოში მედია აღარ არსებობს. ანუ საქართველოში იყო გასაგებია პოლიტიკური მედია, არის ხალხი რომელსაც ჩვენც უჭერთ მხარს რაღაც განკურულ იდეოლოგიას და გვაქვს ჩვენი პოზიცია. არის ჩვენი ოპონენტებიც. რომელსაც აქვს თავისი პოზიცია. ნუ ჩვენ ცოტა ოპოზიციონერები ვართ, იმიტომ რომ არ ვიტყუებით. ჩვენ არასდროს არ ვიტყუებით. ხო, მაგრამ მათგან განსხვავებით. მაგრამ ოკეი, გასაგებია, ეს ორი არის პოლიტიკურად მოტივირებული ხალხი. წესით უნდა იყოს მთელი პერიოდა ნეიტრალური. არ არსებობს. მედიების. აი მიხვდები აი, შეხედე, იმიტომ რომ რატო იყო? ანუ ნეიტრალური მედიას აქვს საქართველოს უნდა კონდეს watchdog-ის ფუნქცია. წყარო დავუშვათ ბიზნესიდან ან რეკლამებიდან. საქართველოს ეს არ არის. საქართველოს მთელი მედია არის NGO-ს და ეხლა მე გეტყვი კიდე რატო არ შეიძლება. საქართველოში ისეთი სანქტრო საერთაშორისო ომი მიდის, ნუ პირდაპირ არ გადადის. ისეთი მაღალენერგიული ღირებულებითი ომი მიდის, რომ არავის არ აქვს უფლება იყოს შუაში. ვერ გახდები შუაშისტი, ვერ ჟურნალისტი, იმიტომ რომ როცა ტიპები გამოდიან და ომში მიართრევენ შენ ქვეყანას, ამ დროს დედა უნდა აგინო რა. შავა. სხვა გზა არ არის. კი, შეიძლება აუხსნა, წნარად, რაციონალურად, მაგრამ დედა უნდა აგინო უბრალოდ მე. შავა, აი ძალიან კარგი მაგალითია რა. ძალიან კარგი მაგალითია ერთი ქართველი ბლოგერის, რომელიც იყო აქტივისტი, რომელიც აღმოჩნდა ცოლთან ერთად დაკავებული იყო ძალიან საოცარი რაღაცები. საინტერესო რაღაცები. მე წარმომიდგენ, მე მართლა არ მესმის რომელ ქვეყანაში მედიას რომ გაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ესეთი რაღაცები ხდებოდა ცნობილი ბლოგერის, რომელიც არის პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც რევოლუციას გეგმავდა თურმე. და არც ერთი მედიამ, ანუ წარმოვიდგინეთ, რომ გამოჟონა ინფორმაცია, რომ იმ ათობით ადამიანთან რომელიც ცნობილი ხალხიაო. ანუ წარმოგიდგენთ, რომ არც ერთი ჟურნალისტი არ დაინტერესებულა ვინ არის ეს ცნობილი ხალხი. წარმოგიდგენთ, პატარა ქალაქია და ყველა. ეგ გასაგებია ხა მეც რომ მოვიკითხე ჩემს აღლობოში და მითხეს რომ ეგ როგორ არის ცოდიო? ოკეი მეთქი, მაგრამ აქ ხო ლაპარაკია. შენ მეგონი ჩამორჩენილი ხარ? არა, კი, ჩამორჩივა შენ. ანუ შალო, აქ ლაპარაკია ეს. ოპოზიციური მედიის ტენდენციები. ანუ მედიაში ის რო იყოს მართლა მედია, ის გამორიცხული არ გამაზა. შენ ხო ჩემზე რაღაც იცი ასწრე. რომ არ გამაზავდა მსგავს ინფორმაციას, რომ ჩვენ რატო არ გამოვიზიეთ? რა. ისინი არ მოდა, ჩვენ რატო არ გამოვიზიეთ? არ ვიცი, ჩვენ არ დავინდეთ, რა დავინდეთ ყველაფერი წაგერ. მაგი ახლა არ არის არსებითი. თხოვთ. ხო, ეგ მე მგონი უბრალოდ კონტექსტია შეცვლილი. ჩვეულებრივი მედია რატო ვერ იქნება? მთელი დასავლური ჩვენც ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ,
ვიღაცას მოწოს თუ არ მოწოს. არჩევნებზე რომ მიდართ ერთ. ხო. ცივ სამოქალაქო ომის პირობებში ვართ. კი. და ამ ცივ სამოქალაქო ომის პირობებში ან ხარ ერთ ხარეს, ან ხარ აბარა. ანუ აქ ის რომ თუ დამთავრდება ეს ცივი სამოქალაქო ომი, იდეოლოგიური ომი, ამ შემთხვევაში ეს ნეიტრალური პოზიციები გასაგებია ჩემთვის, იმიტომ რომ ომის რეჟიმში არ ახლა, მაგრამ ომი როდესაც არის გამოცხადებული, იქ ახლა სისულელია რა, რომ რაღაცა ის ნეიტრალურობა ითამაშო, იქ სადაც ნეიტრალურობა უბრალოდ გამქრალია. არა, გამქრალი სივრცეა. ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ აი ახლა რო ჩავიცვა სუპერმენი და რო სუპერმენის ფორმა და რო გადავხვდე იმიდან რომ მეგონოს რომ გაფრინდები ხო ვერ გაფრინდები ხო დავარდები ხო დავიმსხრევი ხო ანუ მათ წარმოედგინათ თავი ჩეგევარებად რაღაც რევოლუციონერებად ტროცკებად და ასე შემდეგ და არც ერთი რო არ აღმოჩნდა ესეთი რა შემდეგ აი წარმოსახვის განვითარებამ რაღაც წარმოსახვას მიეცა რა მიცა გასაქანი ბევრ ფსიქოლოგიურ პრობლემებს მქონე ადამიანს. აი ბურჭულაძე გამოდის და ტელეფონით უნდა ჩავატარო არჩევნები. რატო არ უნდა გამოვიდეს ვიღაცა მისი ოპოზიციონერი კოლეგა და დებილო გაჩუმდიო. ვერ ხვდები რა. აი პატა ბურჭულაძე გამოდის ტელეფონით უნდა ჩავატაროთ არჩევნები სექტემბერშიო. და რატო არ გამოდის არ უნდა კან გააჩუმონ ეს ვიღაც არამზადა. აი დებილობას მოამბობო. იყო ესეთი ისა რენესანსის პერიოდში იტალიელი მოქირავე ჯარი იყო. და ნუ ეს ორი იტალიური მოქირავე ჯარი რო ერთმანეთს ხვდებოდა, არ ებრძოდა და რაღაცა იმას სიგრულად ხო. ვითომ რაღაცა მანევრებს აკეთებდა. ფულის გასამართლება ხელფასი. არავის არ უნდოდა ბრძოლა. ანუ იდეაში ფულს აძლევდნენ იმიტომ რომ ებრძოლათ. არ ებრძოლდნენ. ჩვენი ოპოზიციას ფულს აძლევენ იმაში რომ რევოლუციონერები იყვნენ. მანევრებს აკეთებენ. ხო არ არიან რა და მე მოხდა ისე რომ გერმანელი მოქირავეები რომ მივიდნენ და იმე მართლა რო იბრძოლა. ლანცკნეხტებით. ის ლანცკნეხტები სხვაგან იყო, მაგრამ იქ მართლა ეგრე მოხდა და შვეიცარიული არმია მარტო გამოჩნდა მარტა იბრძოლეს და ესე რატო მარტა დააყარეს ხო? პირველი ის რომ როგორც კი გაჩერდებიან ფულს აღარავინ აღარ მისცემს შესაძლოა ხო მანევრები უნდა რაღაცა ვისაც რეგონებრივი რა შესაძლებლობა აქვს იმას ამჟღავნებს ახლა რომ თუთხნა კიდევაც პატა ბურჭულაძეს რომ გაჩერდი და სხვა რამე ელაპარაკოს სხვა რამე ელაპარაკოს არის ხო მაგრამ არის ის ახლა რა თქვა ხო რაღაცა პარტიის რომელიღაცა ქვეყანა მგონი ესტონეთი თქვა იქო არსებობდა ესეთი პრაქტიკა რომ ტელეფონზე რომ დაგირეკონ და ვისაძლო ხმას უნდა გითხრა და მე შედეგი თვითონ გამოაცხადოს მაგან და იმან კოლცენტრი კაბეიშვილო კოლცენტრი საარჩევნო კომისია კი არა კოლცენტრი ეს ერთი ეს ცალკე საცოდაობის თემაა ეხლა რაც შეეხება დღეს რატომ არიან ცოტა არც მინდა სიტყვა მოძლიერებული დავარქვა რაღაცა რომ ყელყელაობენ გაყოყოჩებულები და რაღაცა გარემოებებმა შეუწყო ხელი ამათ გაყოყოჩებას ერთი ის რომ დღეს თუ გახსოვთ 20-ამდე პერიოდში ცოტა ხანი რაღაცა ჩამკვდრები იყვნენ, მე ცოტა ხანი და რაღაცა, მაგრამ როგორც კი, ანუ ტრამპის პოლიტიკას თუ დავაკვირდებით, ჩვენ დაიწყო უფრო მსუყე საგარეო პოლიტიკის თემების ძალაგება. ანუ წარმოიდგინეთ ახლა პირველი რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დაალაგა მე. არა, გასაგებია. აგერ ახლო აღმოსავლეთიდან 2 ტრილიონის ხელისის წამოიღო დაპირება. 2 ტრილიონი. კიდე მეტი 1.4 6 და 3 2 ტრილიონზე მეტი 400 მილიონიანი თვითმფრინავი აჩუქა ყატარმა ხალხო ეგეთი რამე გაგიგიათ 400 მილიონიანი საჩუქარი მე ანუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აგერ სირიასთან ხო რა გონიათ იქ სირიას მარტო მის გულისთვის მოუხსნეს სანქციები რომ რაღაცა ახალი მართველი ხარ და ქვეყნის განვითარება არა იმან პირდაპირ შეთავაზა უკრაინული ვარიანტი ხელშეკრულებისა ნავთობის და გაზის საბადოებთან დაკავშირებით ანუ 50 და ასე შემდეგ. ანუ დაიწყო და ძალიან ბევრი ფულები მოაქვს. წარმოიდგინეთ ხა ირანთან დალაგდა, ახლო აღმოსავლეთში დალაგდა და ახლო აღმოსავლეთში ჩინეთთან ლაგდება და უკრაინა რუსეთის ომის დალაგებას ცდილობს რა თქმა უნდა გამოაცხადა კიდევაც რომ ხა ჩინეთსაც უნდა ხო, ამაში დახმარებაო. ხო? ნუ გავანებოთ ხა ინდოეთ პაკისტანს თავი დავანებოთ, თქვა, რამდენად წვლილი მიუძღვის იმ გაჩერებაში თავი დავანებოთ მაგას. ანუ ეს ამხელა სუყე თემებს ალაგეს და არ დაგავიწყდეთ რომ ყველა თემიდან ძალიან დიდი ხეილი მიიღო თავისმა ქვეყანა. ყველა ჩინეთთან ურთიერთობას დალაგდა,
არავის არ ეგონოს რომ მარტო ჩინეთს მიაყენა ზიანი, როდესაც რაღაცა ტარიფები აუწია თავის ქვეყანაში, თლათ უბედურობა დატრიალდა, შესაბამისად იქიდანაც სასწრაფო წესით ჩამოწიეს ტარიფები, რომ თავისთანაც ეკონომიკა დაბალანსდეს და რეცესია არ დაიწყოს თლათ. ანუ ამ პროცესებს ალაგებს და უყურე როგორ არის დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, ეს თემები უკვე დაალაგა. ფაქტიურად, რომ პროცესია დაალაგების, მოდი ესე ვთქვათ, სამხრეთისთვის ჯერ არ მოუცლია. სამხრეთი არის ჩემის აზრით ბოლო ფაზლი, სადაც როგორც კი კონტურები გამოიკვეთება, მაგალითად, იქ აღმოსავლეთში, იქ დასავლეთი, ევროპასთან ურთიერთობას მოგვეხსენება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თქვათ, იქ ჩრდილოეთი, უკრაინა რუსეთთან დაკავშირებით, ირანთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, როგორც კი ესენი გამოიკვეთება, ბოლო ვიქნებით ჩვენ უკვე სამხრეთი კავკასია, ეს იქნება ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის საბოლოო რაღაცა წერტილი, რომელიც დაისმება და ის ფაზლი იქნება უკვე შეთანხმებული, რომ თქვათ, ვის რა გავლენა ექნება საქართველოზე და რა პირობებით შეთანხმდებიან. ეს არის და ეს. ამასობაში, სანამ ამას ჩვენთვის პატარა ფაზლისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაზლისთვის არ ცალია, დრო იხელთეს მაგალითად შეერთებულ შტატებში უილსონებმა და მისნაირებმა და აი ამ დროს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში როგორმე ის მიზანი, რა მიზნებიც არსებობდა წინ ადმინისტრაციის პერიოდში, ის მიზნები როგორმე ბოლომდე მიიყვანა. მეგობარი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი. ანუ ეს უილსონი კიდევ ერთხელ გავახსენებ საზოგადოებას, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები უნდა დაამტკიცოს ჰელსინკის კომისიამ. პრეზიდენტამდე კი არ მიდიოდა კაცო და რაღაცა ადმინისტრაციამდე. ჰელსინკის კომისია მე და ჩემმა მოადგილემ უნდა მოვაწეროთ ხელი, საქართველოში არჩევნები ჩატარდებაო. ანუ ეს ლაპარაკობს ხვის არადემოკრატიულობაზე, ეს ამდენი ხალხი უკვე ესღა დარჩათ იმედად, უილსონი დარჩათ იმედად და ამაზე არიან ჩამოკიდულები და შესაბამისად ახლა აი ეს დრო და მომენტია, რასაც იყენებენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ტრამპი შემოტრიალდება უახლოეს მომავალში, როგორც კი აქედან უკან დაბრუნდება და სამხრეთის დალაგებასაც დაიწყებს და მან არ იქნება ესე მარტივი. ურთიერთობაც აუცილებლად შედგება, მაგრამ ამასობაში, როდესაც ხმები იყენებენ ამ დროს, ჩვენი ქვეყნისათვის ძვირადღირებულ დროს, ეს იყო მიზეზი პრემიერის ღია წერილისა ზუსტად, თორე ჩვენ ძალიან კარგად გავაჩქარეთ. პროცესების დაჩქარება გვინდა, თორე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ესენი ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. ეს არის ყველაფერი არის ხალხის ხელში. საზოგადოებამ იცის რომ ძალიან კარგად იცის რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ამ შემთხვევაში ქვეყნის განვითარების და სუვერენიტეტის ბედი. როგორც კი გონიერება არ ეყოფათ და შეცდომას დაუშვებენ, ერთი რომ გარდაუვალია ახლა რომ თუ ვინმეს ეჭვეპარება რომ ჩვენ ცეცხლის არში უნდა გავეხვიოთ, ორჯერ ორია და მეორე ხელისუფლებამ, თქვათ, მომავალ ხელისუფლებაში ვისაც გეგმავენ, ეს ქვეყანა უნდა გადააქციოს სამებო უფნის თეატრად, წყალებში. იმ თეატრად, იმ სპექტაკლად, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეს იმ აკაცუკებმა, რომლებიც ლამობენ რევოლუციის მოხდენა და ხო, მანდამდე მივდივარ. რევოლუციის მოხდენას რომ ლამობენ და შესაბამისად ქვეყნის ხელისუფლებაში ეგენი უნდა მოუწყვეტენ. და დღეს საზოგადოებამ როგორც შარშან კიდევ ერთხელ დაანახა. ვერც არჩევნებს მოიგებენ, ვერც რევოლუციას მოახდენენ. და ვერაფერს ვერ დაუშავებენ ქვეყანას, იმიტომ რომ საქართველოში წმენა და ღირსება ერთმანეთში არის შერწყმული. ქართველებში. მათთან სამწუხაროდ ეგრეა, კი. სანამ ეს ყველაფერი ერთად იქნება, სანამ ჩვენ წმენა გვექნება და ღირსება გვექნება, ქართული რასაც ქვია, ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა და ვერც ვერავინ ვერ მოგვერია ოდესმე აქამდე დღევანდელ დღემდე. ვერც დღევანდელ დღემდე. როდესაც ამას დააცალცალკევებენ, ღირსებას შეგვილახავენ ბოლომდე, რასაც ეს ყველაფერი აი იქიდან გამომდინარე რაღაცა ეს ტრანსგენდერები, ოხრები, მამაძაღლები და ასე შემდეგ, ეს ღირსება და წმენასთან რაღაცა დაგვასუსტებენ, მაშინ იქნება დასაწყისი ჩვენი გადაშენება. მეგობრებო, მანამდე არაფერი არ იქნება. არავის შეეშინა. ამ იმედით მე გემშვიდობები. დღეს ძალიან კარგი დღე იყო დღეს საქართველოში. ჩვენი განაცემაც კარგი გამოვიდა. ვისაც მოგწონთ და ვიცი რომ ასეთები არიან, დიდი მადლობა რომ გიყურებთ და რაღაც ცირედ ანალიზს იგებთ აქედან. თქვენთვის ალბათ საინტერესოს. მომავალ შეხვედრამდე.